დააფიქსირე იცი ერთი. უსმენად ვიფრინავში და ტატო ყვება რომ მე გეტყვი ახლა მაგას, მაგრამ სხვა ვერსიებიც მაქვს. ანუ ყოველ ტატოს ეკითხებიან ყოველთვის რომ ერთი ფეხბურთელი გითხარი, რომელიც აპკეთ მე ერთს გეტყვით, მაგრამ კიდე სხვა ვერსიებიც მაქვს და რაღაცაზე დაიწყო მოხდა და აშკარად ბევრი ლაპარაკა და ეგრევე ჩახსნილი იყო ისინი. ანუ ძალიან გამიტყდა. გეტყვი, ანუ მაგ ბენდს გავს და კიდე ვის გავს და უცებ სხვა რაღაცაზე. ბენდი იყო მოჭრილი, მაგრა გამიტყდა, რა კარგად ვიბაზრე რაღაცეები იცი მაგაზე. რომელ ბენდს გავსო და ტატომ რაღაცა იყო და აშკარად 1-15 წუთი ადგა და აი ხა ვიტყვი. აი ჭუჭუ იქნია ფერხა და ეგენი მე ამოჭრილი იყო აი აშკარად. აი ხა ვიტყვი. ბენდზე იყო Yardbirds-ი ვთქვი. იმიტომ რომ Yardbirds-ში როგორც პარმაში დაბრთიანდნენ, ასე ვთქვათ, ფეხბურთელები და მე დიდ გუნდებში წავიდნენ, Yardbirds-ში გიტარისტები კლაპტონი, ერი კლაპტონი, ბეკი და ჯიმი პეიჯი. ანუ სამი უმაგრესი გიტარისტი იყო ერთ ბენდში. რაღაც სხვადასხვა პერიოდში ერთი იყო, მე მესამე და რატო იმას მე რა არის მოჭრილი ახლა მაგ რასწვებოდი. Yardbirds-ი არის პახოვდო ბენდი. რა გაჭრილი იცი? და რა შეეხება და უცებ გუში. არა, Yardbirds-ზე ყვებოდი რომ Yardbirds-ი ერთ-ერთი ბენდია. აქ ვერ ვჭრით ლაივი, მაგიტო უხარია. Yardbirds-ი არის ერთ-ერთი ბენდი, რომელიც ფილმშია რა, ფილმში. ანუ Yardbirds-ი არის ერთ-ერთი პერსონაჟი შედის კლუბში და უკრავს ვიღაცა ბენდი უკრავს. და ეს დაბოდილობს ამას დაყვება კამერა და ისინი პროსტო უკრავენ, რა. და პეიჯი ჩანს, შეჭმა კაცი პეიჯი რო უკრავს, სახალგაზრდა, ჯერ კიდე Led Zeppelin-ამდე პერიოდია. ეს ფილმი არის Blow Up-ი. ანტონიონის ფილმია. ერთ-ერთი სამი ფილმი რაც აქვს ამერიკული გადაღებული, ერთ-ერთი არის Blow Up-ი ტრილოგიის და ძალიან მაგარი ფილმია და Blow Up-ი ეს ფილმი არის გადაღებული კორტასარის მოთხრობის მიხედვით. კორტასარის მოთხრობაც ძალიან მაგარი მოთხრობაა რა. და ეგ დაუკავშირე პახოვდო იქინა რომ კორტასარი არგენტინელი იყო და ამ პარმაში კრესპო, ვერონი და სენსინი რო თამაშობდნენ და არგენტინელების ხაზი რო იყო, მაგიტომაც მე ვასებოდა პახოვდო. ძალიან ბევრი სიცილია ჩაჭი. ჰა? ძალიან ბევრი სიცილია ჩაჭი. რატო? არა, რაღაც ემანი მაიმუნა უეჭველი. მას კონდა პრობლემა. აი რა მითხრა, ტყილა ვილაპარაკე ეს ყველაფერი და ვაფშე არის მოდაში. საჩამიწია ხუიოზნაიჭი ჩემე. გადაცემას ვატყობ, რომ თვითონ ხარა ლაპარაკობდა ეს რომ უნდა მოეს. და ანუ კარგი რაღაცეები ვთქვი რა, იქ რა კორტასარი, არგენტინელები, ისა რაღაცეები და ეგ დღეს უყურებდი და მოჭრილი იყო, შეიძლება გამოვყლებდი კინა. ვინ მოჭრა ჯიგა, გენაცვალე ხელო. მეც მინდა ხოლმე რომ დავმოწმა მინდოდა რომ ეგ გადაცემა რო ვიყავით 2 საათი და 30 წუთი ვილაპარაკეთ თუ რაღაცა, რა, ჯამში. და ეხლა იასნია მივხვდი რომ რაღაცები ამოიჭრებოდა და რამდენი ხნიანი გამოვიდა? საათი და რაღაცა, რა, ძალიან ბევრი. აი, ეგ არის, თავი ხარისხია და არა რაოდენობა. ხო და შენ ვთქვი რომ პარმაზე ლაპარაკობდი ცოტას ვაინა. არა. შენ ვთქვი პარმაზე ლაპარაკობდი ცოტასო, მაგიტო ჩანს ეგრე რომ ბევრი რაღაც ამოჭრილია რა. თორე ბევრი შეიძლება მე ბევრი მეტი ლაპარაკი აღარ მახსოვს. ყველაფერზე რო ეგრე ლაპარაკობს თუ. ანუ ყველა და საკითხს ეგრე განიხილავს. აჩ თუ გაქვთ სურვილი ხალხო? ცუდ შევასხოთ. ბიძია ტატო ხო იცით ცუდ რაღაც არ გირჩევთ? კორტასარის მოთხრობა არის, როგორც მახსოვს Blow Up-ი ქვია პირდაპირ. მე ეგრე მახსოვს რომ ან ფოტოსურათი ქვია. მე მგონი შეიძლება ფოტოსურათი ქვია მოთხრობას. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მაგის მიხედვით არის გადაღებული ფილმი Blow Up-ი და ეგ Blow Up-ი მოთხრობას წაიკითხეთ, ფილმიც ნახეთ, ანტონიონის ძალიან მაგარი ფილმია და გაგისწორდება და დასასრულია იმას ვეღარ ვიტყვი, ანუ შენ ტატო სხვა გადაცემა და იქ ლაპარაკე ეგენი თქო და თურმე გიჭრიან ეგეთ რაღაცებს და ისევ აქ დაიხარჯე, მირჩევნია. თავისად გავაკეთე. იქეთ გავაკეთე, შეჩება და დღეს ხვალ დავდებ ვიდეოს, რაც შენ ოთახში ვიბავე ბილეთები ძველი საფეხბურთო მატჩების, მაგრამ მანამდე დავდებდი რაღაცებს, სხვა რაღაცებს გადავიღებდი, შეჩება კომპიუტერს დედა მოეტყნა. ჩემო მეგობარმა გამიფუშა კომპიუტერი შეჩემ.